პირადი მცველის გარდა ქვეყანა დატოვა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის კიდევ ერთ მაწევრმა. Rațaluda izahos da ispunaos რომ ეგრე არ იყო, მე ჩემი ყურით გავიქე და ჩემთვის ახლა ყოველთვის აგენტი იქნება. ის ვინც ქართველ ოლიგარქთან ერთად იყო რუსეთში, შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და ივანიშვილის პრემიერობის დროს მის გვერდით იდგა 8 საათზე პირველად ალაპარაკდება. გეგმა ჩავარდა. ვითომ გამოიპარა რუსეთიდან, ეს იყო გეგმა B. პუტინის დაფინანსება. 100 მილიონია გარჩევნოზე დახარჯული, პუტინთან მარტო მე შემილიაო, რაც ის უბრალოდ ერთად შევიდეო. ივანიშვილის ახლო კავშირები რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან. პატრუშევთან მიყავიო და მითხრა რომ მოდიო ჩემთან აშრომას გაგაცნობ საქართველოდან და რომ შევედიო. მეგობრობა ვანო მერაბიშვილთან საჩხერის თვითონ ჩამოდიოდა და ხვდებოდა ხოლმე. და პადრი პატარკაციშვილის ჩამოშორების გეგმა. პატარკაციშვილი იყო ნომერი პირველი, ყველაფერი გააკეთა. როგორ პატარკაციშვილი მოეშორებინა. რაც აქამდე არასდროს და არავის მოუყოლია. ამბები ივანიშვილის დამალული წარსულიდან, რომ კარგად დავინახოთ ვინ მართავს და რაზეა წამსვლელი ოლიგარქი. ბიზნესთან რეკავდნენ ეს ხალხი, მე ვიცი. თვითონ მეთხრა, ლაპარაკეო, ფერფეს დირექტორსო. კონსპირაციული შეხვედრების სააკაშვილთან, შავნაბადას და წეროვნის რეზიდენციებში და რუსული გეგმა, რომელსაც ივანიშვილთან კონტაქტის დროს მაშინ სააკაშვილი ვერ მიხვდა. ეს იყო ფულის ყულაბა, მიშან საკმაოდ გვიან მიხვდა ეგ. ვერც მანოვე ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელახსელია აწყეთ. პირველად და მხოლოდ ჩვენს ეთერში ინტერვიუ ოლიგარქის მესაიდუმლესთან, რომელიც წლები მას გვერდიდან არ შორდებოდა. ერთ-ერთი ამ ფულის ნაწილაკი არის ბიზინა, მეორე ჩუკოტკელი მილიონერი, მესამე კიდევ ვიღაც სხვა და ძირი ფული ყოველთვის არის პუტინის.